მოგესალმებით გიორგი, საკმაოდ გახმაურებული თემა გვაქვს ბიზნესმენის კვლელობის საქმე და თქვენ იცავთ ერთ-ერთ დაკავებულს ვის იცავთ და რა გაქვთ დღეს სათქმელი. მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს. ერთ-ერთ გახმაურებულ საქმეზე მე ვიცავ სანდრო წივწივაძის ინტერესებს. სანდრო წივწივაძეს ბრალდების ხარე ედავება იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ გადაცემას უძილაურისათვის. აღნიშნული არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულებით. ბრალდების მხარე მიზანმიმართულად ცდილობდა გამოძიება შეეყვანა ჩიხში. მე ახსოვს მაყურებელს და ყველას ახსოვს, როდესაც სანდრო წივწივაძის პირველი წარდგენის სასამართლო პროცესი იყო. ვისაუბრე მათ შორის იმაზეც, თუ რატომ დატოვეს უძილაური საქართველოში დამკვეთმა პირებმა. ცალსახა არის, რომ ლევან ჯანგველაძის მკვლელობა არის შეკვეთილი მკვლელობა. ცალსახა არის, რომ გარკვეულმა პირთა ჯგუფმა სანდრო წივწივაძის პიროვნება, რომელსაც უბრალოდ 2019 წელს იყო ეს თუ 2018-ში არ ვიცით, მაგრამ საბარაუდოდ 2019 წელს მოპარეს ცეცხლსასროლი იარაღები. აღნიშნულთან დაკავშირებით სანდრო წივწივაძე, როგორც კი დაბრუნდა საფრანგეთიდან, განაცხადა პოლიციაში. 6 წლის წინ მოხდა ეს ფაქტი, რის შემდგომაც, რა თქმა უნდა, სანდრო წივწივაძე ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებოდა აღრიცხვაზე. როდესაც ასეთი კატეგორიის დანაშაული ხდება, რა თქმა უნდა, საგამოძიებო ორგანო არა მხოლოდ განცხადებელს, ვისაც ეკუთვნოდა ეს იარაღები, არამედ მის ოჯახის წევრებსაც აყენებს აღრიცხვაზე და ხორციელდება შესაბამისი მოსმენებიც. ბრალდების მხარეს დარწმუნებული ვარ, ჰქონდა ყველა შესაბამისი რესურსი და ახორციელებდა კიდევაც მოსმენებსაც. მათ ოჯახში არაერთხელ ჩატარებულა საგამოძიებო მოქმედება ჩხრეკა, თუმცა სანდრო წივწივაძესთან არანაირი კანონსაწინააღმდეგო ნივთიერება ან ცეცხლსასროლი იარაღი ამოღებული არ იქნა. შესაბამისად, საქმე გვაქვს რასთან? საბარაუდოდ ჩვენ ვფიქრობთ და მე ვფიქრობ, რომ უძილაური სწორედ იმიტომ დატოვეს საქართველოში ყველობის განხორციელების შემდგომ დამკვეთმა პირებმა, რომ შემდგომ შესწავლილი პიროვნება სანდრო წივწივაძესთან მოეხდინათ მისი ასოცირება, თითქოს და სანდრო წივწივაძე რაიმე კავშირში არის მკვლელობის იარაღთან. თითქოს მისი გადაცემული არის ეს იარაღი უძილაურისათვის, თუმცა არც ერთი მტკიცებულებით, მათ შორის არც კულუარული ინფორმაციით და ზუსტად ვარ ამაში დარწმუნებული, არ იკვეთება მათ კავშირი. ისტორია განხორციელდებოდა და განხორციელების შემდეგ განვითარდებოდა ასე, რომ სანდრო წივწივაძეზე უძილაურს ათქმევინებდნენ, რომ თითქოს მის მიერ იქნა გადაცემული ეს იარაღი და მნიშვნელობა აღარ ექნებოდა უკვე საზოგადოებისთვისაც და სასამართლოსთვისაც კვეთის ფაქტს. უძილაურიც დაადასტურებდა ამ ფაქტს და პირადი მოტივით განაცხადებდა, რომ განახორციელა აღნიშნული მკვლელობა. რაც შესაბამისად გამოიწვევდა იმას, რომ გამოძიება ამ ჩარჩოებს აღარ გასცდებოდა და რეალური დამნაშავე პირები აღარ იქნებოდნენ დასჯილი. ბოლო დღემდე ბრალდების მხარე ცდილობდა, რომ რაიმე ფორმით მოეხდინა სანდრო წივწივაძის ასოცირება უძილაურთან. სწორედ ამიტომ პირველი წარდგენის სასამართლო პროცესზე პროკურორმა განაცხადა, რომ სურს ამ საქმეების გაერთიანება, რასაც ჩვენ კატეგორიულად შევეწინააღმდეგეთ, ვინაიდან და რადგანაც სანდრო წივწივაძეს არანაირი კვეთა არ აქვს უძილაურთან. მე როდესაც
მედიასთან გავაკეთე კომენტარი, მაშინ ვაცნობე საზოგადოებასაც, რომ ეს საქმე იყო იმ საქმეთაგანი, რა დროსაც დაზარალებულის, ანუ გარდაცვლილის და ჩვენი ინტერესი ფაქტიურად ერთ ვექტორზე იდგა. ვინაიდან და რადგანაც ჩვენი ინტერესი არის, რომ მიუკერძოებლად განხორციელდეს გამოძიება და დაისაჯონ რეალურად დამნაშავე პირები. ასევე ბრალდების მხარე აცხადებდა, რომ თითქოს და სანდრო წივწივაძემ ერთ პერიოდში მოახდინა ცეცხლსასროლი იარაღების შეძენა და მის მიერ იარაღების დაკარგვის ფაქტი, როდესაც განაცხადა პოლიციაში, მოუგვარა მამამისმა. გაცნობებთ, რომ მამა სანდრო წივწივაძეს გარდაეცვალა 2013 წელს, ხოლო განცხადება პოლიციაში იარაღების დაკარგვასთან დაკავშირებით სანდრო წივწივაძის მხრიდან მოხდა 2019 წელს, მაშინ, როდესაც იგი დაბრუნდა საფრანგეთიდან. ასევე მეტად მნიშვნელოვანი არის იარაღების შეძენის ქრონოლოგიაც. 2017 წლიდან იწყებს სანდრო წივწივაძე იარაღების შეძენას, შემდგომ 2018-ში და შემდგომ 2019 წელს. იგი დაკითხული არის იმ საქმეებთან მიმართებაშიც, რა დროსაც ერთ შემთხვევაში, ოღონდ უკვე შემდგომ მოხდა ერთ-ერთი პირის მიერ თვითმკვლელობის ანუ სუიციდ დაასრულა სიცოცხლე და თვითმკვლელობა განახორციელა და აღმოჩნდა, რომ ეს იარაღი, რომლითაც პიროვნებამ თვითმკვლელობა განახორციელა, იყო ის, რომელზეც სანდროს გაცხადება ჰქონდა შეტანილი თავის დროზე. აქედან გამომდინარე, იმ დროისათვის სანდრო წივწივაძე როგორც უდანაშაულო პიროვნება გაანთავისუფლეს. თუმცა დღეს, როდესაც ბრალდების მხარეს არ აქვს არც ერთი მტკიცებულება სანდრო წივწივაძის მიმართ, მოახდინეს ყველა ამ დანაშაულებთან მიმართებაში სანდრო წივწივაძისათვის ბრალის წარდგენა. საქმეში, რომელიც მე გადმომცეს, არის უამრავი მტკიცებულება, სადაც თავის დროზე 2019 წელს, როდესაც ვინმე დიღმელაშვილი დააკავეს ბათუმში, სანდრო წივწივაძე ამ დროს იმყოფებოდა უკვე საფრანგეთში, აღმოჩნდა, რომ ეს ერთ-ერთი დაკარგული იარაღი ჰქონდა მას ქალაქ ბათუმში. მეორე შემთხვევაში, როდესაც 2023 წელს მოხდა ადამიანის მიერ სუიციდის ფაქტი, ამ შემთხვევაში სანდრო წივწივაძე იქნა გამოკითხული. ამ შემთხვევაში სანდრო წივწივაძეს ბრალი არ ჰქონდა წარდგენილი, ვინაიდან და რადგანაც ბრალდების მხარეს არც ერთი მტკიცებულება არ ჰქონდა და ვერც ექნებოდა, იმიტომ რომ სანდრო წივწივაძე არის აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანი. სანდრო წივწივაძემ გახსოვთ ალბათ სასამართლო პროცესზეც განაცხადა, როდესაც პოზიციას აყალიბებდა, რომ მე თუ მომპარეს მანქანა, დაახლოებით ასეთ შეფასება გააკეთა და ამ ავტომობილით ვინმე ჩაიდინა დანაშაული, ეს ნიშნავს იმას, რომ დანაშაული ჩემი ჩადენილია? ნამდვილად არა. აქედან გამომდინარე, ყველა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ევალებოდა ბრალდების მხარეს. ბრალდების მხარე მიზანმიმართულად ცდილობდა გამოძიების ჩიხში შეყვანას. სწორედ ამიტომ გუშინდელ დღეს გადადგა გენერალური პროკურორიც. დარწმუნებული ვარ, რომ ამ და სხვა საქმეებთან დაკავშირებით, რომელზე პასუხისმგებლობაც ეკისრებოდა პროკურატურას, შესაბამისი რეაგირება განახორციელა და დაწერა განცხადება გენერალურ პროკურორმა. მე არაერთხელ ჩემს Facebook Live-ზეც და საჯაროდ მისაუბრია იმ ფაქტებთან დაკავშირებით, როდესაც მსგავსად ამ საქმისა ბრალდების მხარე ცდილობდა უდანაშაულო პირებისათვის ბრალის წარდგენას გარკვეული ინტერესებიდან გამომდინარე. ეს ინტერესები ძირითად შემთხვევაში იყო ბიზნეს ინტერესები,
რის გამოც იჩაგრებოდნენ უდანაშაულო ადამიანები. სწორედ ამიტომ ყველა პასუხისმგებლობა ეკისრებოდა პროკურატურას და შესაბამის სტრუქტურებს. დღეს მდგომარეობით ვიმედოვნებ განხორციელებული ცვლილებები საზოგადოება დარჩება კმაყოფილი და როგორც ბრალდების მხარე პროკურატურა მხედველობაში, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიც სწორად და ობიექტურად წარმართავს გამოძიებას და ვიმედოვნებთ, რომ სანდრო წივწივაძის საქმეზე სასამართლოც იქნება მიუკერძოებელი და ჩვენ გვექნება საშუალება, რომ სამართლებრივი დავის ფარგლებში მივიღოთ ის შედეგი, რომელ შედეგსაც იმსახურებს სანდრო წივწივაძე. რაც შეეხება ბოლო დროს Facebook-ით გაჟღერებულ ინფორმაციას, რა დროსაც იქნენ დასახელებული გარკვეული პირები და რა ინტერესით ამოძრავებდათ ამ პირებს, თითქმის 100%-ით ვარ დარწმუნებული, რომ იქნება სიმართლე. იქიდან გამომდინარე, რომ ყველა იმ საქმეში, რომელშიც მე ვღებულობ მონაწილეობას, არა მარტო ეს, არამედ სხვადასხვა საქმეებში, რეგიონებში, ზუსტად ანალოგიური ხელწერით იკვეთებოდა გარკვეულ პირთა სახელები. აქედან გამომდინარე, დღეს მდგომარეობით ვიმედოვნებ, რომ განხორციელებული ცვლილებები შესაბამის დადებით შედეგებზე გაიყვანს ჩვენს სახელმწიფოს. გიორგი, ერთს დავაზუსტებ, მკვლელობის იარაღი, რომელსაც განხორციელდა მკვლელობა, ხო ნამდვილად მის კუთვნილების, სანდროს კუთვნილებაში იყო, ეს ხო დადასტურებულია? არ არის დადასტურებული ფაქტი, მკვლელობის იარაღი ამოღებული საერთოდ არ არის, ამოღებულია სხვა იარაღები, რომელთა კუთვნილებაც არ არის დადგენილი. ერთ შემთხვევაში იარაღი, რომელიც არის ამოღებული კუთვნილება არ არის დადგენილი, მეორე შემთხვევაში იარაღი გლოკის ტიპის, რომელიც ეკუთვნოდა თავად უძილაურს. ხოლო რაც შეეხება მკვლელობის იარაღს, იგი ამოღებული არ არის და ერთადერთი მტკიცებულება, რომელიც საქმეში დევს, არის მასრები და მასრებიდან გამომდინარე, როდესაც კარტოტეკაში მოხდა მათი შედარება კარტოტეკაში დაცულ სინჯებთან, დაადგინა ბრალდების მხარემ, რომ უცილობლად ერთი და იგივე იარაღიდან გასროლილ მასრებთან გვაქვს საქმე. თუმცა კატეგორიული არ არის ეს მტკიცებულება, ვინაიდან და რადგანაც ავსტრიული წარმოების გლოკ 19 ქარხანა დამამზადებლის მიერ ერთი და იგივე ჩარხში მზადდება და შესაბამისად ავსტრიული წარმოების გლოკ 19-ით მე თუ განვახორციელებ რამოდენიმე გლოკით გასროლას, შესაძლებელია 100-დან 50 შემთხვევაში მაინც ერთი და იგივე შედეგი მივიღო. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ ვაპირებთ, რომ ქარხანა დამამზადებელსაც მივმართოთ ამ კითხვით და დარწმუნებულები ვართ, რომ ზუსტად იმ პასუხს მივიღებ, რასაც როგორ შეფასებასაც ახლა მევაკეთებ, როგორც ადვოკატი. იქიდან გამომდინარე, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით ამ დარგის მცოდნე პირებთან უკვე მქონდა მე საუბარი და შესაბამისად მივიღე ასეთი შეფასება. და კიდევ ერთი კითხვა, ბრალდების მხარის რა ინტერესია, რომ ეს საქმე დაკავშირებული იყოს თქვენი დაცვის ქვეშ მყოფ პირთან, წივწივაძესთან? სანდრო წივწივაძე, როგორც უკვე მოგახსენეთ, იყო წინასწარ შესწავლილი ფიგურა, რომ მოეხდინათ მისი ასოცირება აღნიშნულ საქმესთან. სწორედ ამიტომ დატოვეს თქო უძილაური, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვინაიდან და რადგანაც უძილაური თუ დატოვებდა ქვეყანას, ამ შემთხვევაში ყველა ეჭვმიტანელი მიმართ იქნებოდა განხორციელებული შესაბამისი ქმედებები. იმიტომ რომ ეს საქმე შესულიყო ჩიხში, შესწავლილი ფიგურა სანდრო წივწივაძე დააკავშირეს უძილაურთან და არც გამოვრიცხავთ, რომ ოდესღაც ამ იარაღების მომპარავმა პირებმა წინასწარ დაგეგმეს ეს ყველაფერი და არც გამოვრიცხავთ, რომ დამკვეთებთან აღმოჩენილიყო ეს, ვინაიდან დამკვეთები
საკმაოდ დიდი ძალაუფლებით სარგებლობდნენ და არ არის გამორიცხული, რომ პირები, რომლებმაც ეს იარაღი მოიპარეს, იარაღები უпростоრად მოხვედრილი იყო მათთან. მათი მხრიდან კი სანდრო წივწივაძე როგორც სასურველი კანდიდატი ასე ყოფილიყო წარმოჩენილი ამ საქმეში და პასუხისგებლობის თავიდან არიდების მიზნით მხოლოდ ამ ორ პიროვნებაზე შემსრულებელზე და აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანზე მომხდარიყო უკვე რექტორის გადატანა და მიმართვა. ნიმელაშვილი რომ გააჟღერეთ, ეს არის სწორედ ის პირი, რომელმაც მოიპარა იარაღები სავარაუდოდ. არ არის დადგენილი ეს. არ არის დადგენილი? არა, ვინაიდან და რადგანაც დიღმელაშვილთან მიმართებაშიც იყო კითხვის ნიშნები. მე მოგახსენებთ და გეტყვით, ამასთან დაკავშირებით რა თქმა უნდა არის მტკიცებულებები, სანდრო წივწივაძის მთელი ოჯახი ცხოვრობდა დეიდასთან, დოლიძეზე. დოლიძეზე ქონდა იარაღის შესანახი სეიფიც. როდესაც სანდრო წავიდა საფრანგეთში, სახლის დაცლა მოუწიათ და გადასვლა სხვა მისამართზე. აქედან გამომდინარე, იმ დროს მე ვფიქრობ, ეხლა უბანი არის და გარკვეული პირები ეხლა ეხმარებოდნენ ამის გადატანაში, მაგრამ ზუსტად არ ვიცით, ვინ განახორციელა. დიღმელაშვილთან რომ აღმოჩნდა, ამასთან დაკავშირებით ეკრემბოდა საუბარი, რა თქმა უნდა, მაგრამ დიღმელაშვილი არ იყო იქ, ვინც ეხმარებოდა სანდრო წივწივაძის ოჯახს. ნაცნობობა აკავშირებს ნაცნობობა აკავშირებს, კი. რაც შეეხება ძმებ მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს, სახელები და გვარები, რომელიც გაჟღერდა ამ საქმეში, მათთან რა კავშირი აქვს თქვენი დაცვის ქვეშ მყოფს? ძმებ მიქაძეებთან არანაირი კავშირი არ აქვს, აი აბსოლუტურად არანაირი კავშირი არ აქვს და ჯოხაძეს სავარაუდოდ იცნობს როგორც ლაითად თუ შეიძლება ასე ვთქვათ. რაიმე მჭიდრო კავშირი არ აქვს არ ჯოხაძესთან და მით უმეტეს მიქაძეებს საერთოდ არ იცნობთ. გამორიცხავთ, რომ მათ ხელში ყოფილიყო სანდრო წივწივაძის დაკარგული იარაღები? გამორიცხული არაფერი არ არის საერთოდ, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ბრალდების მხარეს აქვს ვალდებულება, რომ სწორი და ობიექტური გამოძიება აწარმოოს და ზუსტად იციან და არაერთი მტკიცებულება გააჩნიათ იმისა, რომ ვექტორები გადაამისამართონ იქით, საიდანაც მოდის ამ დანაშაულის დაკვეთა. შესაბამისად, ერთი წუთით ნახეთ, რასთან დაკავშირებით მინდოდა კიდევ საზოგადოება ყოფილიყო ინფორმირებული. გვახსოვს სანდრო წივწივაძე რის შემდგომ დააკავეს. ასეთივე წარმატებით ინფორმაცია Facebook საშუალებით გავრცელდა დამკვეთ პირებზე, რომლებმაც ჩაიგინეს ეს დანაშაული. თუ ერთ შემთხვევაში ეს ინფორმაცია სანდო და სარწმუნო არის, მეორე შემთხვევაში რატომ არ ხდება ამ მიმართულებით კითხვების დასმა. ესეც საინტერესო ფაქტი არის და იყო აქამდე. თუმცა დიახ, იყო გავრცელებული, ხო, ჩვენ კარგად ვიცით. სწორედ ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ბოლო დღეს განხორციელებული ცვლილება გარკვეულ შედეგებს მოიტანს და ამ და სხვა საქმეებზეც დადგება ობიექტური ჭეშმარიტებით ის სიმართლე, რომელ სიმართლესაც იმსახურებს სანდრო წივწივაძეც, გარდაცვლილის ოჯახიც და ჩვენი საზოგადოებაც. დიღმელაშვილი რო ახსენეთ, თქვენ ამ დიღმელაშვილს თუ ქონდა ან მიქაძეებთან ან ჯოხაძესთან? არანაირ. არ ვიცი, ნამდვილად არ ვიცი. დიღმელაშვილი საერთოდ ბათუმში იქნა დაკავებული, ისიც 2019 წელს. ანუ 6 წლიანი ცდომილება არის საერთოდ მომხდარ ფაქტსა და წარსულს შორის და აქედან გამომდინარე 6 წლის წინ როგორ შეიძლება ჩვენ ვიფიქროთ, რომ 6 წლის წინ, როდესაც ვიღაცამ იარაღი დაკარგა ან ვიღაცასთან რაიმე კვეთა ქონდა სანდრო წივწივაძეს, რაიმე ფორმით არის ასოცირებული დიღმელაშვილის და წივწივაძეც მიქაძეებთან, თუნდაც რადგან იქნა გაჟღერებული მათი სახელები და კიდე იმ დამკვეთებთან, რომლებმაც ეს მკვლელობა დაუკვეთეს. რადგანაც ფარცხალაძე იყო ნახსენები, ხომ არ ფიქრობთ, რომ პროკურატურა სწორედ ამ მიზნით მიყავდა პროკურატურას არასწორად საქმე? და ამიტომ შეიყვანა ჩიხში და ეხლა გაქვთ მოლოდინე, რომ ახალი პროკურორი ვინც იქნება, ის გამოიძიებს ამ საქმეს. ეჭვი შეიძლება ყველაფერზე გამოვთქვა, თუმცა ეს იქნება ჩემი პირადი მოსაზრება.
ამიტომ ნამდვილად არ მსურს რომ ვინმესკენ ხელი გავიშვირო და არ იქნება ეს მართებული პოზიცია ჩემი მხრიდან, როგორც სანდრო წირწივაძის ადვოკატის მხრიდან, თუმცა არსებობს გარკვეული სახის ინფორმაციები და ვიმედოვნებთ, რომ ყველანაირი მოკლედ ზეწოლა, რომელიც აქამდე შეიძლება ქონოდა პროკურატურას, ახლა უკვე მოხსნილი იქნება, ახლა უკვე თავისუფლად შეეძლებათ ყველა მიმართულებით იმ ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც საქმეზე დაადგენს ობიექტურ ჭეშმარიტებას. ჯოხაძესთან დაკავშირებით ერთი და ამაზუსტებელი კითხვა. უფრო მეტი დეტალი არის შესაძლებელი რომ გითხრათ რა სახის კავშირი ჰქონდათ წივწივაძეს და ჯოხაძეს, იმიტომ რომ თავის მხრივ გელაუძილაური ჯოხაძესთან მუშაობდა და მაშინ იკვეთება ლოგიკური ჯაჭვი იმაში, როგორ შეიძლებოდა წივწივაძისთვის თუნდაც მოპარული იარაღი აღმოჩენილი იყო გელაუძილაურის ხელში. ნახეთ, გელაუძილაური, როდესაც მუშაობდა ჯოხაძესთან, ესეც გათვლა იყო დამკვეთი პირების მხრიდან, ეს არის ჩემი პირადი მოსაზრება, ვინაიდან და რადგანაც ყველა ის არის მიმართული იყო სხვა პირებისკენ. Სუსტად ეს იყო გათვლა დამკვეთების და ამაში, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად ხელის შემწყობ გარემოებებს ქმნიდა უკვე თავად ბრალდების მხარე, იმიტომ რომ გადაუმოწმებელი ინფორმაციის ფარგლებში ადამიანისათვის რაიმე სახის თუნდაც ბრალის საყენებას არ გულისხმობ, თუნდაც რაიმეს გაჟღერება არის აბსოლუტურად მიუღებელი, ვინაიდან და რადგანაც არაერთი ასეთი ინფორმაციის მსხვერპლი გამხდარა საზოგადოება, იმიტომ რომ შემდგომ საზოგადოებაში დუღილის ტემპერატურა იწევს, საკმაოდ ემოციური საზოგადოება ვართ ქართველები და შესაბამისად მე მithქმა-მოთქმები ადამიანის სახელს, რა თქმა უნდა, ბღალავს. ამიტომ ბრალდების მხარეს ყველანაირი ინფორმაცია გააჩნდა და გააჩნია, რომ გადაემოწმებინათ და გადაამოწმებენ დარწმუნებულიც ვარ ამ საკითხს. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ის რომ სანდროს შეიძლებოდა ცოდნოდა ჯოხაძე არ ნიშნავს და არ ადასტურებს იმას, რომ რაიმე კავშირი ჰქონდა. აბსოლუტურად არც ეს მტკიცებულება არ არის და არ არსებობს უბრალოდ საქმეში. კატეგორიულად ვიძახი, რომ მსგავსი რამ ჯოხაძეებთან მიმართებაში არ იკვეთება. კატეგორიულად ვიძახი იმას. მაგრამ ის რომ მე ვიცნობ ნახევართ საქართველოს თითქმის და მათ შორის ისეთ პირებს, რომლებიც არაერთ დანაშაულში ყოფილან ხილებული და შემდგომ გამართლებული და ასე შემდეგ. ანუ მსგავსი ფორმით, როდესაც ხდება რაიმე სახის დანაშაული და მე თუნდაც აი მაგალითად მომწონს რაღაცა იარაღი და მომპარეს და განვაცხადო, ეს ნიშნავს იმას, რომ მე ვიღაცას გადავეცი და რადგან ვიცნობ, შეიძლება აფინირება მოახდინონ ჩემი ამ პიროვნებასთან. Სუსტად ამ ფორმით არის წარმოჩენილი ახლა სანდრო წივწივაძის და ჯოხაძის კავშირი. სხვა მეტი არაფერი. იმიტომ რომ არანაირი კავშირი არ არის წივწივაძის და მე ვფიქრობ, რომ და ეს ჩემი სუბიექტური აზრი არის ჯოხაძის კვლელობასთან და დამკვეთ პირებთან. არანაირი. უბრალოდ აქაც ჩემი ეჭვი არის და რა თქმა უნდა ამას ბრალდების მხარე თავად გადაამოწმებს და მოიპოვებენ შესაბამის მტკიცებულებებს, რომ უძილაურიც, როგორც ჯოხაძის კადრი გადაიბირეს, სავარაუდოდ დიდი თანხის სანაცვლოდ, რათა მათზე არანაირი კითხვის ნიშნები არ გაჩენილიყო. მადლობა.